მოგესალმებით ჩვენ უმაყურებლებო ემიგრანტი საბერძნეთიდან მისი ხელმძღვანელი ლევან ბალიაშვილი ბატონი ერმილე ნემსაძე საფრანგეთიდან დღეს რამდენიმე თემა გვექნება გასარჩევად თუმცა აქამდე დიდი მადლიერება მინდა გამოხატო იმის მიმართ რომ კომენტარებში დადებითი გამოხმაურება გქონდა და ელოდებოდით ჩვენს მომავალ პოდკასტს ჩვენც ვეცდებით რომ უფრო საინტერესოები გავხდეთ და უფრო თქვენთვის საინტერესო თემები შემოგთავაზოთ, თუმცა შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ რა თემებზე გსურთ რომ ჩვენ ვისაუბროთ. და ჩვენ შევეცდებით რომ იმ თემას მოვარგოთ ხოლმე ჩვენი პოდკასტი. ბატონო ერმილე, მოგესალმები. ჯანმრთელობას გისურვებ, როგორ ბრძანდები და რა ხდება შიგ საფრანგეთში? მოგესალმები ლევან, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მეც მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს მსმენელებს, რომლებმაც არ დაიშურვეს კომენტარები ნამდვილად ჩვენი პირველი ბლოგის შეფასებასთან დაკავშირებით, სხვათა შორის შენ პიროვნების რაც მითიური პიროვნების აღქმა გახდა, მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ესეც და მე მგონი უფრო და უფრო საინტერესოს ხდის კიდე ესეთი ფორმატი ჩვენ საუბრებს. მადლობა უფლისწყალობით, ჯანმრთელობა, ნამდვილად კარგად ამაქვს და რა ვიცი, აბა ერთადერთი რაც ვერ ამაქვს, აი შინაგანი განწყობა, როგორც ნებისმიერ ქართველ ადამიანს, ვინც სამშობლოდან შორს იმყოფება. დანარჩენში კიდე ესეუდა ბუნებრივი არის ხოლმე ყოველი ემიგრანტისთვის და მით უმეტეს გუშინ უსმინე შენს ლაივს და ერთ-ერთმა ქართველმა არის წყალებში რა დავარქვათ რაღაცა ბრალდებები წამოგიყენა და მასთან დაკავშირებით აი მოკლე კომენტარი თუ შეგიძლია რომ გააკეთო რატომ და რისთვის როგორ ფიქრობ ეს ყველაფერი რას ემსახურება ეს ჩემს ოლიგარქობასთან დაკავშირებით დედულში რომ აქვს 2300 მეტრი თეთრი იმერეთის მიწა, ხო? დიახ, და თუ შეძლებთ რომ იქნება ემიგრანტი, ვისაც სამძიმე სიტუაცია აქვს ფინანსური და იქნებ ჩვენც დაგვეხმარო რა. ეს არ ყავდა ხუმრობით. აი ახლა ეგ მიწა არაბებს უნდა მივყიდო და უნდა ავაშენო ეგ არაბული კორპუსები და მე მექნება შემოსავალი ინვესტიცია და მე აუცილებლად დავეხმარები ემიგრანტი ვისაც. რა ვიცი, რა გითხრა, ლევან, რას უნდა ემსახურებოდეს საქართველოში ადამიანების განადგურება, რაც მოწამვლა, ტალახის სროლა, სიბინძურის დაბრალება, წარსულის, აწმყოს, მომავლის, ეს ცხოვრების წესად ექცა ბევრს და საერთო ჯამში ქართული საზოგადოება მოწამლული არის პოლიტიკის ვირუსით და პოლიტიკას გააჩნია იმ ძალიან ცოტა აქსიომები გააჩნია, მაგრამ აი მცირე აქსიომათა შორის არის ერთ-ერთი მთავარი აქსიომა, რომელიც ადამიანს და პოლიტიკას ეხება. პოლიტიკა ადამიანს ბედნიერს არასდროს არ ხდის. პოლიტიკა ყველა ადამიანს აუბედურებს. და როდესაც ჩვენი ერი არის სრულად პოლიტიზირებული, ჩვენი ერის ნეგატიური ცხოვრება, ჩვენი ერის დეპრესია და ჩვენი ერის მძიმე სულიერი მდგომარეობა ზუსტად აი ამიდან არის გამოწვეული, რომ პოლიტიზირებული არის ერი და არაფერი ჩემზე ესეთ რაღაცების სიმართლე გითხრა დიდი ხანი არ მოქმედებს, უბრალოდ ცხოვრებული მამა ჩემის სახელის ხსენება მოხდა ცუდად და მე როდესაც დავბრუნდები სამშობლოში, შემდეგ მოვითხოვ ისე როგორც მოსათხოვია პასუხი და რა ვიცი, მანამდე რა გითხრა, ავსაკაც ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა ოთორი. რა ვიცი, აბა მივიდნენ, ჩემო და ერთი ჩემი სახლი კარი ნახონ და მე მაგათი მინისტრების კი არა, რიგითი ჩინოვნიკების სახლი და კარი ნახონ რო აღარ იციან. უკვე ბაღის ბავშვებით დაწყებული უპოვართა სასადილოს მძარცველებიც რო გახდნენ საქართველოში და თან რა ვიცი, ბედნიერ მომავალს რო ვიქადაგებენ. რა უნდა გაცემ ხოლმე პასუხი. მე ერთადერთი რაც გამახსენდა შენ რო გისმენდი, ცუდა სათუნა მტერობა, კარგია მუდამ მტრიალი. მადლობა გაიხარე. მოდი აი წინა პოდკასტი ჩვენ დავამთავრეთ ეგრეთ წოდებული თავდაცვითი შეიარაღების შეძენით, ანტიდრონების შეძენით, რაც მამუკა მდინარაძემ განაცხადა პრესკონფერენციაზე. იქ კი ჩაეკითხა
ჟურნალისტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხომ არ არის შეძენილი იმის გამო, რომ აფხაზეთიდან იყო მუქარის მაგვარი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ 1000 დრონი გავაგზავნოთ საქართველოს წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ჯერ ეგ ცოტა არ იყოს და სასაცილო არის, იმიტომ რომ 1000 დრონის გამოგზავნა საქართველოს მიმართულებით აფხაზეთს რამდენად შეუძლია, არ ვიცი, მაგრამ კარგით, იმათ თავი დავანებოთ, ჩვენშას მივხედოთ. ბატონმა მდინარაძემ თავისივე პრესკონფერენციაში ზედმეტი ინფორმაციაც კი გითხრა, იმიტომ რომ დაასახელა რადიუსი, ეს არის 5 კილომეტრი. რამდენიმე ათეული დრონის აღმოჩენა შეუძლიაო. მე დავადგინეთ რამდენიმე წყაროდან, დაახლოებით 40 დრონის აღმოჩენა შეუძლია. და ეს ყველაფერი შეიძინა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, ანუ ეს თავდაცვას არ შეუძლია. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არანაირი უფლება არ აქვს თუნდაც ცაში გახსნას ცეცხლი, მე როგორც ვიცი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თავდაცვას ეხება, ხო? მოდი დავიწყოთ იქიდან, რამდენად იქნება ეს ქვეყნისთვის სასარგებლო, როცა 5 კილომეტრზე გვაქვს საუბარი და თანამედროვე დრონები დაახლოებით 160 კმ/სთ-ითაც კი მოძრაობენ. და რო დავითვალე 2 წუთი ნახევარი გვაქვს დრო იმისთვის, რომ ჩვენი დრონი გადავიჭიროთ და თანამედროვე ომებმა თუნდაც დაწყებული ყარაბაღიდან, ახლა ჩვენი უახლოესი მეზობლები რო ავიღოთ და დღესაც რუსეთსა და უკრაინას შორის ძირითადი ომი მიმდინარეობს ამ დრონებით, ხო? მაგრამ იქ არასოდეს არ გაგზავნილა 10 დრონი, 20 დრონი, ხდება ხოლმე ასეულობით, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მიზანს აღწევს რამდენიმე ათეული ყველაზე კაი ვარიანტი. როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი რისთვის შევიზიდეთ ჩვენ ქვეყნისთვის თუ უშუალოდ იმისთვის, რომ აი სამთავრობო სტრუქტურა იყოს დაცული და ქვეყანა არაფერ შუაში არა? ლევან, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და ცოტა ვრცელი გამომივა პასუხი დრონებთან დაკავშირებით, თუ კი აი აუდიტორიის კი ბატონო, ზუსტად აი შენგან როგორც სამხედრო პირისგან მაინტერესებს ეს აი სრული პასუხი, იმიტომ რომ კარგად ვიცი რომ ერკვევი და მეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მაქვს და მე რაღაცეებს ჩაგეკითხები და ჩამოაყალიბე თავინაბოლომდე რა შევიძინეთ და რას ემსახურებ. ხო, აი დრონების საკითხთან დაკავშირებით ზოგადად ცოტა ისტორიას მოვყვები, ზოგადად დრონის შესახებ და უბრალოდ სპეციფიკა განვიხილოთ, რა სპეციფიკის არიან და რა შეიძლება დრონი ეწოდოს და რა დანიშნულების არის. მოკლედ ეს საერთოდ ახალი სიტყვა არის, ასე რომ ვთქვათ, თანამედროვე ომების ტექნოლოგიაში, მაგრამ მანამდე მინდა შენთანაც მექნება ერთი თხოვნა და მომავალშიც რო გავითვალისწინოთ. ჩვენ ისეთი ადამიანის განცხადების კომენტარი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანი იმსახურებს განსაკუთრებულ მოხსენიებას, აი მაგალითად როგორც იყო პოლკოვნიკი კადაფი, როგორც იყო გენერალ სიმუსი, სტალინი, ხო? აი ესეთ შემთხვევაში მე თხოვნა მექნება თქვენთან და საერთოდ საზოგადოებასთან მოვიხსენიოთ ტერმინად ბატონი გენერალ-მაიორი. შენიშვნა მიღებულია. კარგით. ამიტომ ბატონმა გენერალ-მაიორმა მდინარაძემ, როდესაც ეს განცხადება გააკეთა, მე მოვისმინე და მაშინ დააყოლა ესეთი რაღაცა, რომ ჩემ ადგილას გამოუცდელი ადამიანიო რო იყოსო, თქვენო იცითო რამხელაო სახელმწიფოსთვისო რამხელა ზარალის მომტანი განცხადება შეიძლება გააკეთოსო, ამიტომ მე დიდი გამოცდილება გამაჩნიაო. ვერ შეედავები გენერალ-მაიორი არის კაცი და გააკეთებდა ამ განცხადებას. რაც შეეხება დრონს ზოგადად და აი დრონის საერთოდ ფენომენს. მოდი სერიოზულად მივყვეთ ამ საკითხს და ჯერ აუდიტორიასაც აუხსნათ თუ რა არის დრონი, საიდან იღებს სათავეს. მოკლედ სიტყვა დრონში დღესდღეობით გაერთიანებული არის აბსოლუტურად ყველა უპილოტო საფრენი აპარატი. ყველა უპილოტო საფრენი აპარატი დრონი არ არის. როგორც ასეთი სპეციფიკით დრონი არ არის, მაგრამ უკვე დამკვიდრდა ეს ტერმინი, ეს შეხედულება და მოდი ნუ დავუწყებთ ახლა საზოგადოებას ახსნას რა არის დრონი და რა არ არის დრონი.
მაგრამ ზოგადად ეს სპეციფიკა არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საიდან იღებს საერთოდ დრონების წარმოება, დრონების გამოყენება სათავეს? სულ პირველად შეიძლება პიონერი ჩაითვალოს ჯერ კიდევ შუა საუკუნეების პერიოდში, როდესაც ავსტრიასა და ვენეციას შორის იყო ომი და მაშინ ავსტრიელებმა პირველად გამოიყენეს ჰაეროსტატი, რომელიც ბომბებით იყო დატვირთული და რომელიც დაკიდეს ქალაქის თავზე და დროთა განმავლობაში მოხდა ჰაერიდან ქალაქის დაბომბვა რა. დრონის პირველი გამოყენება შეიძლება ამ ყველაფერს ესე რომ ვთქვათ მივაწეროთ. შემდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს 1914 წელი იყო ერთ-ერთმა ბრიტანელმა სამხედრო ინჟინერმა გამოიგონა და შესთავაზა სამხედროებს, რომ გაეკეთებიათ ისეთი თვითმფრინავი, რომელიც პილოტის გარეშე იფრენდა რაღაც მანძილზე, ჩამოვარდებოდა, გათვლიდნენ მიმართულებას, ბენზინი გამოელეოდა, ჩამოვარდებოდა და ექნებოდა დიდი ზომის წონის ამფეთქი, რაც მოწინააღმდეგის პოზიციებს დაბომბავდა. გამოიყენეს სხვათა შორის, მაგრამ ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა და ამის მერე აღარ გაკარებია არავინ. რასაც ქვია, იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც იგივე V-ერთები, ეს რომელიც გერმანელების ერთ-ერთი ძალიან პროგრესული იარაღი იყო, რომელთაც ლონდონს ბომბავდნენ ძირითადად, ესეც შეიძლება სხვათა შორის ცეპელინებმაც რო გააკეთეს დირიჟაბლები, ერთგვარი დრონის ფუნქცია ჰქონდა მასაც. იცი რა, დირიჟაბლს მართველი ყავდა. ანუ მართვას თუმცა არა, გულისხმობ რა, იცი, დრონის სპეციფიკიდან გამბოდიში შეიძლება ვცდები, მაგრამ რას გულისხმობ, იცი, რომ დაბალი სიჩქარით დაკვირვების საშუალებას იძლეოდა, ხო? და პოლიციას მაგას დიდხანს ჩერდებოდა, ჰაერში დიდხანს ყოფნა შეეძლო. კი, ლეონ, ჩვენ აქ უბრალოდ საუბრობთ, რას იცი, პილოტი რომელსაც არ ყავდა მართველი. დირიჟაბრებს მართველი ყავდა. კი, რა თქმა უნდა, დირიჟაბრი სხვათა შორის ერთ-ერთი ძალიან ისეთი უსაფრთხო და წარმატებული საჰაერო აპარატი იყო, რომელიც დროთა განმავლობაში ამოიღეს თავისი დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეეძლო მას დამჯდარი იყო და გაფრენილიყო სხვადასხვა ადგილზე. მერე უკვე რასაც ქვია, უკვე დრონების ნელ-ნელა კლასიკური გაგება, რომელიც დღეს არის შემოსული, პირველად იქნა ფიქსირებული, ოღონდ სადაზვერვო დრონები, რომელიც ინფორმაციას გადასცემდა. ეს იყო ლიბანის კონფლიქტის დროს გამოიყენა ისრაელმა და ლიბანსა და სირიასთან ჰქონდა ძალიან წარმატებული გამოყენება ინფორმაციის გამცვლელი დრონები. მაგრამ რასაც ქვია, აი უშუალოდ საბრძოლო დრონების წარმატებული გამოყენება და აი ამ ფორმით, რომელი ფორმითაც იქნა დღესდღეობით არის კამიკაძე დრონები შექმნილი, ამ ყველაფრის პიონერი და შემქმნელი არის ირანი. ირან-ერაყის ომის დროს ირანის არმია განსაკუთრებით წარმატებით იყენებდა სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ და სიმართლე გითხრა, აი დღესაც რო ხალხმა აი შაჰედი ცნობილი გახდა უკვე მთელი საზოგადოებისთვის, რომლითაც ირანი ძირითად საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს დღესაც, აღმოჩნდა იდეალურად შექმნილი დრონი, რომელმაც თანამედროვე ომების წარმოებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, თამაშობს და მომავალშიც ალბათ ექნება ამ ყველაფერს. შემდეგ უკვე აღარ გავყვები, იგივე ნატოს ოპერაციებში, იგივე ერაყში, იგივე იუგოსლავიის დაბომბვაში იყენებდნენ დრონებს და მაგრამ მაინც არ ქონდა მას ისეთი რაღაცა დიდი ფუნქცია, რაღაც განსაკუთრებული ფუნქცია. ეს ფუნქცია დრონების გამოჩნდა განსაკუთრებით ჩვენ სამეზობლოში ყარაბაღის ომის დროს. და პრაქტიკულად დრონი, ბაირაქტარი, თურქული ბაირაქტარი დრონი და უპილოტო აპარატები აღმოჩნდა ამ ომის, ასე რომ ვთქვათ, მთავარი გმირი და მთავარი სიმბოლო. რომ შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მიუხედავად თავისი სხვა ბევრი
უპირატესობებისა, რომ არ ქონოდა დრონის უპირატესობა, ეს ომი გაიწელებოდა ძალიან დიდხანს. მაგრამ რა ისე ტექნოლოგიამ თავისი გაიტანა და 54 დღეში დასრულდა ეს ომი. ამიტომ იქცა ეს ომი ისეთ სიმბოლოდ იქცა დრონი, როგორც მაგალითად ერაყის სპარსეთის ყურის ომი 91 წელს გახდა ამერიკული ჰამერების რეკლამად. ეხლა უკრაინის ომზე უკვე როდესაც გადავალთ, აი აქ უკრაინის ომში მოხდა დრონების და მიმდინარეობს ახლაც, როგორც თანამედროვე საბრძოლო იარაღის სამჭედლოდ და მთავარი აქცენტის გაკეთება უკვე დრონებზე. დღესდღეობით ბრძოლის ველზე ჯარისკაცზე ბევრად მეტი არის დრონი. ფიზიკურად ჯარისკაცის რაოდენობაზე მეტი არის დრონი და მისი გამოყენება არის ინტენსიურად აი ძალიან მაღალი ინტენსივობის არის. განვითარდა ეს ყველაფერი, მათ შორის ხელი შეუწყო ამ ყველაფერს ილონ მასკის Starlink-ის ინტერნეტმა, რომელიც კოსმოსური მართვით არის აღჭურვილი და აძლევს საშუალებას ინფორმაციის გადაცემა მიღებისას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს GPS ნავიგატორი აქვს ჩაყენებული და ესე რომ ვთქვათ, აი ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ხო, ეს არის კლასიკური მეოთხე თაობის ომების ღია ჩვენება საბრძოლო თეატრზე და მე მინდა შევახსენო ვინც სადაც უკვე მძიმე ტექნიკა უძლური არის. რამდენი ტანკი გაქვს და საშუალება აღარ აქვს. ერთი ეგ, მაგრამ მეოთხე თაობის ომებს აქვს, ანუ რა იგულისხმება მეოთხე თაობის ომებში, ეს არის ტექნოლოგიური ომი, რომელიც იქნება გმირების გარეშე არის ესეთი ნათქვამი აქ, ანუ ტექნიკა უფრო მეტ ზიომებს და იქ ადამიანის გმირობას არც ფასი ექნება და არც რაიმეს გადაწყვეტა ექნება. და ზუსტად აი ეს არის, აქ არის კოსმოსური დაზვერვა, არსებობს Starlink-ის ინტერნეტი, არსებობს GPS სიგნალი, არსებობს ტექნოლოგიურად აღჭურვილი დრონი, შესაბამის კოორდინატზე, შესაბამის დროს უნდა იქნას მიტანილი დარტყმა. დრონები არის, რომლებსაც გააჩნიათ, როგორც მრავალჯერადი გამოყენება, ერთჯერადი გამოყენება, არის სადაზვერვო დრონები, არის კამიკაძე დრონები, რომლებიც უშუალოდ ეჯახებიან, არის დრონები, რომლებიც თითქმის ითავსებენ უკვე გამანადგურებლის ფუნქციას, პილოტის გარეშე აღჭურვილი არის, ბომბავს, მიდის, მოდის. ანუ ძალიან 150 სახეობის დრონია სამყაროში. არის როგორც მაღალტექნოლოგიური, ასევე ყველაზე მეტი საინტერესო არის, რომ დრონი დღესდღეობით არის დაახლოებით $400 შეიძლება შეიქმნას ისეთი დრონი, რომელმაც ტანკი, რომლის ფასი შეიძლება მილიონამდე ადიოდეს, ის გამოიყვანოს წყობრით. ძალიან იაფფასიანი დრონი შეიძლება ძალიან გაიაფთა, ასე ვთქვათ, ძალიან გაიაფთა. გაიაფთა და ეს უკვე კვადროკოპტერი ქვია მაგას უფრო ჩვენ ენაზე. არის სხვა შორის ახლა ნორვეგია აწარმოებს ძალიან პატარა დრონები არის, რომელიც 16 სანტიმეტრია სულ და აწოდებს ამ ძალიან ძვირი ღირს, ფასი არ მასოს ზუსტად, მაგრამ აწოდებს ძირითადად დასავლეთის არმიებს, რა თქმა უნდა, მაგრამ არის კიდე რა იცი, არის დაახლოებით 10 სანტიმეტრიანი დრონი არის, ეს ჩინური დრონი არის, რომელიც 30 გრამამდე ტროტილს იტევს და რომელსაც შეუძლია აი როგორ გითხრა, ბუზის მაგვარად იფრინოს და ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინოს საჭირო მომენტში. საქმე ჩვენ გვაქვს რასთან? საქმე გვაქვს იარაღის სრულყოფასთან, რომელსაც შეუძლია როგორც სამხედრო, ასევე თავიდან ბოლომდე ჩვეულებრივი დივერსიული თუ მოდი რომ ვთქვათ კრიმინალური საქმეების შესრულება ისე რომ მართველი დაუსჯელი დარჩეს. ამან ძალიან გაართულა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა სფერო შეცვალა. აი ერმილ ერთ წამით მან გართულებასთან ერთად რა მოხდა, იცი, სხვათა შორის, აი ხა თანამედროვე სათამაშო ინდუსტრია, რაზეც არის აგებული, ხო, აი ეს შუთერებს რო ეძახით სროლის თამაში, ხო, ყველაფერი
იგივე ინტერნეტი, დრონი, რა ვიცი, ყველაფერი კარგი სიკეთე ჩვენ მივიღეთ სამხედრო ტექნოლოგიებიდან. ზოგადად ერთი ადამიანისგან მეორე ადამიანის პირდაპირ ყოლა ყოველთვის ცოტა არ იყოს და რთული საკითხი არის და თუნდაც დაინერგა 70-იან წლებში ამერიკულ ჯარში ის, რომ ვირტუალურად უნდა ეხოცათ ხალხი და როცა შენ დამოუკიდებლად ხარ და დამოუკიდებლად მართავ რაღაცას და შენ პირადად ან დანაშაულის ნაკლებ გრძნობასაც გრძნობ და პლუს მაგას უფრო მეტად წირავ. თან პლუს მაგას იცი რომ შენ თვითონ არაფერი არ მოგივა. აი მაგანაც გაადვილა, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პირველი კვლევა რო ჩატარდა, აი რატომ მოხდა მეორე მსოფლიო ომში ამხელა მსხვერპლი, ის იყო რომ ერთმანეთს ბოლომდე ვერ წირავდნენ, ასე ვთქვათ, შეიძლება დაენახა ადამიანი, მაგრამ ის სასიკვდილოდ არ მოეკლა, ასე ვთქვათ, პირდაპირ რა, გამოიყვანა წყობილებიდან, იმიტომ რომ ადამიანურობა ადამიანში ყოველთვის დევს თუ ადამიანი ქვია. მაგრამ ამ ყველაფერმა მერე დახვეწა ეს ტექნოლოგია და თუნდაც ეხლა ახალი თაობა რო ავიღოთ, ძალიან ცოტა სხვაგან გადაუხვია, მაგრამ უბრალოდ პრინციპი მინდა რომ აუხსნა. აი თანამედროვე თაობაშიც ეხლა რაც ჩვენ თუნდაც ახალ თაობაში მივიღეთ, ასე ვთქვათ, რა არის ეს ერთმანეთის გაწირვა, ისე დაგარტყავენ დანას, რომ არც დაფიქრდებიან ეს ყველაფერი ბავშვობიან ის შეეჩვია იგივე იმ თამაშში, რომ ადამიანს ესვრივსიო რა, ერთი სიცოცხლე დააკლდა. მაგრამ ამით რომ ის სიცოცხლე მთლიანად თავდება, ეგ მაგის ტვინში აღარ იხარშება უკვე. იგივე ხდება იგივე ნებისმიერი ჯარისკაცის ტვინში, რომ აი ეს მომენტი რაც თავიდან იყო, რომ მე თუ კლავ, მართლა ვკლავ, აი ეგ ბარიერი მოუხსნეს ნებისმიერ მებრძოლს, ასე ვთქვათ და ამ დრონმა ხო საერთოდ ხან მე აქ ვარ და იქ რაღაცა ხდება. ბევრს ალბათ ვინც იქ პილოტი არის, გონია რომ ეს ყველაფერი თამაშია ჩვეულებრივად და რაღაცა Call of Duty-ს ერთ-ერთ მისიას გადის. ზუსტად ლევან, ეს არის მეოთხე თაობის ომი. არაფერი განსხვავებული. გმირების გარეშე და ეს არის ჩვეულებრივად ბრძოლა შეგრძნების გარეშე რომ კაცკლავ. მით უმეტეს დღევანდელი მსოფლიო საზოგადოება, ჩვენ უკვე ყველა ის თაობა ვართ, ვინც ახლა მას ვსაუბრობთ ამ საკითხებზე დაახლოებით ახლა 40 წელს მიტანებული თაობა, თაობა რომელიც კომპიუტერულ თამაშებზე გაიზარდა. იგივე Counter Strike იქნება, ხო არ აქვს მნიშვნელობა, ხო თუ სატანკო ბატლი იქნება, თუ არ აქვს მნიშვნელობა. ანუ პრაქტიკულად აქ იგივე FPV დრონები განსაკუთრებით ეს არის ჩვეულებრივად სიმულატორზე თამაში, ოღონ რეალურად კლავს. აი ახლა ირან-ამერიკის ომის დროს თამაშებიც გამოვიდა, სადაც ამერიკაში ძალიან პოპულარული იყო, რომ აი დაბომბე ირანი, ასექენი, ისექენი და ხალხი ომს უკვე აღიქვამს როგორც ვირტუალურ სამყაროში ნათამაშებ კომპიუტერულ თამაშს. და ის არის ბევრად სასტიკი, ბევრად დეჰუმანიზირებული, იქ ტექნიკა მარეთის ადამიანის და შეიძლება ადამიანმა მოკლას ბატალიონი მეტი გაანადგუროს, ისე რომ ადამიანური შეცოდების გრძნობა თუნდაც მოწინააღმდეგის მიმართ. და ახლა უამრავ კადრს ხვდებით, რომელიც ომის წარმოებაში არ შედის, იმიტომ რომ დაჭრილი ადამიანი, რომელიც გაუნებელყოფილია და განეიტრალებულია. რამდენი ერაყის კადრი გავრცელდა მერე, რომელიც პირდაპირ ერთფრენიდან გადაუარეს ისე რომ ქარავინ არ წარმოადგენდა სარტყელს. დღეს ახლა რასაც ხედავ მაგალითად ხო რამდენი კადრი მოდის ვთქვათ უკრაინიდან, როდესაც დაჭრილი გაყავთ და დრონებით მისდევენ და დაჭრილსაც და დამჭრელსაც ანადგურებენ. ეს პრაქტიკულად ესეთი რაღაცები ჟენევის კონვენციის დარღვევა არის, მაგრამ ომში ამას თავის დროზე არავინ უყურებდა და სრულიად დეჰუმანიზაცია მოხდა ამ ყველაფერს, ამიტომ ის იქნება ბევრად სასტიკი, ბევრად დაუნდობელი და ბევრად საშიში. რობოტიზირებული გახდა, ასე ვთქვათ, ხო? თუნდაც აი ირანზე თავდასხმა, ასე ვთქვათ, პირველი ოპერაცია რაც ჩაატარა ეხა პენტაგონმა ომის სამმართველომ თუ რავი რა დაარქვა ტრამპმა სამინისტრომ უпростоრედ ხო თქვეს რომ ხელოვნურმა ინტელექტმა დაგეგმა ეს ყველაფერი ხო პალანტინი ანუ 56 წერტილი ამოირჩია ანუ ადამიანს გენერალსაც კი აღარ ანდეს ის რომ დაეგეგმა რა წერტილებში უნდა მომხდარიყო პალანტინი ეს არის სამხედრო ხელოვნური ინტელექტი რომელიც არის ამერიკელების ძირითადი ძრავა ასე რომ ვთქვათ ომების წარმოებისთვის
ათასობით კომპიუტერი მუშაობს თითქმის ყველანაირი დეტალის გამოთვლაზე. ამიტომ ზუსტად ეს ომი აღმოჩნდა, ირანის ომი აღმოჩნდა, უბრალოდ ირანი აღმოჩნდა ბევრად მაღალ ტექნოლოგიურად განვითარებული და მომზადებული, ვიდრე ამას ელოდებოდა. საქმეც ამაში იყო. მაგრამ ზუსტად აი სისტემა პალანტინმა დაგეგმა ეს ყველაფერი და ხშირ შემთხვევაში შეასრულა. ანუ ჩვენ კაცობრიობა, მოდი ერთი რაღაცა ვთქვათ რა, მომენტი, როდესაც კაცობრიობის 1/4 ამოწყდა. ეს იყო, როდესაც აბელმა მოკლა კაინი, კაინმა მოკლა აბელი უკაცრავად, მაშინ სულ 4 ადამიანი იყო სამყაროში. ერთი ადამიანის მოკლა უკვე 25%-ის განადგურებას ნიშნავდა. აი, ჩვენ მას შემდეგ კაცობრიობაში ადამიანურად რო ვთქვათ, არაფერი შეცვლილი. მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიები განვითარდა. ამიტომ კაცთა კვლავ დღესდღეობით ხო არის ჩვეულებრივი მოვლენა და ომების წარმოება აბსოლუტურად ყოველგვარი დეჰუმანიზმის გარეშე. ახლა რაც შეეხება ჩვენს საკითხს და ჩვენი მდგომარეობა რამდენად დაუბრუნდეთ ხო საქართველოს დაუბრუნდეთ გეობია. დაუბრუნდეთ საქართველოს და ქართულ ჯარში დრონების გამოცდილებიდან დავეწყოთ რა. ქართულ ჯარში დრონები გამოჩნდა, მაშინ ჯარში მსახურობდი, იმ პერიოდში იყო ზესაიდუმლო იარაღი და შეთანხმება, როდესაც ქართულმა მხარემ ისრაელიდან შეეძინა ჰერმესები. ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთაც ძირითადად ხდებოდა სადაზვერვო საქმიანობის წარმოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთში, ისე სამაჩაბლოში. იყო ეს აპარატები იყო ბაზირებული აზიანის სამხედრო აეროდრომზე. ახლა ვსაუბრობ იმას, იმიტომ რომ ღიათაა უკვე არაფერი აღარა დამალული და სხვათა შორის ძალიან ეფექტური წარმოების იყო. უბრალოდ 2008 წელს ომის დაწყების მომენტში აღმოჩნდა ისე, რომ ჰერმესების კოდები, ჩვენი უპილოტო დრონების, ესე რომ ვთქვათ, კოდები აღმოჩნდა რუსების ხელში. ეს იყო ისრაელის და რუსეთის შეთანხმება, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ეს იყო ღალატი, ჩვეულებრივი ღალატი იყო, რითაც 40 დრონი ჰერმესი პრაქტიკულად 2008 წლის ომში გამოუსადეგარი გახდა. ცა დავკარგეთ საბოლოო ჯამში. საბოლოო ჯამში ცა რა თქმა უნდა დავკარგეთ, მაგრამ აი როგორ გითხრა იცი, მე პირადად ვიყავი მოწინავე მეთვალთვალე. შეიარაღებულ ძალებში როდესაც ვსახურობდი, მოწინავე მეთვალთვალე. ანუ ჩვენზე იყო ფუნქცია ძირი ჯგუფები, რომლებიც მიდიოდნენ ბევრად წინ, ვიდრე ქვედანაყოფი, რომელიც ახდენდა დაზვერვას ტერიტორიის აღქმას და ესე რომ ვთქვათ, აღმოჩენას მოწინააღმდეგის ქვედანაყოფების კოორდინატებს ვისა საკითხვას, ამოღებას და არტილერიაზე გადაცემას, რომელიც შემდეგ დაბომბავდა. ანუ ყველა წინ მიდიოდით ჩვენ, როგორც დაზვერვას ვითავსებდით, ასევე საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას. ანუ ადამიანური თვალით ვიზუალური დაკვირვება. ვიზუალური დაკვირვებით ეს როგორც იყო აქამდე. დღეს პრაქტიკულად ეს ფუნქცია ხო ჩანაცვლებული. მე-19 საუკუნეში დაუბრუნდით, დაგვაბრუნა, ანუ ასე ვთქვათ, ისრაელის ღალატმა. ისრაელის ღალატმა დაგვაბრუნა ისევე ეს იქ. კი, ესე რომ ვთქვათ და აღმოჩნდა ისე რომ ამ ფუნქციას დრონები თავსებდნენ ძალიან კარგად. ძალიან კარგად ითავსებდნენ, იმიტომ რომ აქ ადამიანური დანაკარგიც ძალიან დაბალი იყო, პრაქტიკულად ნულის დონეზე შესაძლებელი იყო. გამხდარი იყო ეს ყველაფერი და უფრო ბევრად ზუსტი ვიდრე ადამიანური ფაქტორი ტექნიკიდან გამოირიცხა. კი, ის ხო GPS-ით აღმოაჩენს იმას და პლუს მაგას ზურგში შეუძლია შეაღწიოს ბოლო აფეთქდება, მაგრამ იმ წერტილს დააფიქსირებს. რა თქმა უნდა, მაგრამ ისრაელის ღალატმა ეს ყველაფერი წყალში ჩაყარა. შემდეგ ამას მოყვა სასამართლოები, კიდე აქეთ 25 მილიონი გადაგვახტევიეს და ეს დრონები დაგვაბრუნებიეს უკან ისრაელმა. აი ესეთი 26 არა, დაბრუნება რაღაცი დაჭირდათ. მაინც უარგესია და ჩვენ მოგვეცითო თუ როგორ იყო ეგ ამბავი. ნუ დაბრუნების საკითხი როგორ იყო, იცი? ანუ რაც იყო ჩამოტანილი ტექნიკა, ბოლომდე არ იყო იმის ფული გადახდილი. ამ ომიდან გამომდინარე, ქართული მხარე არაპირებდა ამ თანხის გადახდას და რადგანაც საქართველოსთვის ეს დრონები გამოუსადეგარი იყო, ის ცდილობდა რომ გაეცვალათ, იქამდე ომამდე იყო ეს ყველაფერი გაგებული და ცდილობდა რომ ეს დრონები გაეცვალათ მექსიკაში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში, სადაც ეფექტური რუსეთს არ ეკნებოდა ინტერესი, იმიტომ რომ გაშიფრული იყო.
ну, როდესაც ომი დამთავრდა და ეს აპარატები გამოუსადეგარი გამოდგა ჩვენთვის, იმიტომ რომ რუსეთმა იცოდა კოდები, ფული არ იყო გადახდილი ამის გამო და ისრაელმა მოითხოვა უკან მაშინ კონტრაქტით ეს დარჩენილი დრონები, რომელიც ჩვენთვის გამოუყენებელი იყო და 25 მილიონი ამის გამო კიდე ჯარიმა, ესე რომ ვთქვა, საერთაშორისო არბიტრაჟში. რომ ჩვენ არ გადავიხადეთ შეპირები კონტრაქტის შესაბამისად, Elbit სისტემა იყო. ხო, მაგრამ იმ კონტრაქტორებმაც ხო არ შეასრულა თავისი პირობა ეგრე გამოვიდა, ხო? ნუ აღმოჩნდა ისე, რომ ამის ოფიციალური დადასტურება არბიტრაჟში არ მოხდა. ანუ ვერ ვიმუშავეთ კარგად. ნუ რა ვერაფერში ვერ ვიმუშავეთ. ნუ ვერ იმუშავა ახლა კეზერაშვილი და ახალაია და ესენი საკუთარ თავს ყარ დასჭირდნენ კაცო. აი ეს იყო ისრაელის დეზერტირის საქართველოს თავდაცვის მინისტრის კეზერაშვილის შესყიდვის. ნუ ეგ თაკე ალბათ გარიგება იქნებოდა, რომ უკან დაბრუნებულიყო ვითომ და იქ კიდე რა ატკატი წავიდოდა და საით წავიდოდა, აგერ კი ვხედავთ. ეს არის ფაქტი, ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება, 25 მილიონის გადახდა და უკან ის დრონები, რომლებიც არ იყო გამოყენებული, მათი ესე რომ ვთქვათ. მე პირველად მესმის, რომ ჩვენ 2008 წელს დრონები გქონდა. ნუ 2008 წელი კარგად გაიხსენე აფხაზეთში მიმდინარე წვრთნები, როდესაც იყო. მაგამდე კი, გახსოვს ამერიკული რუსული გამანადგურებელი რო დაედევნა, ერთი კადრებიც იყო, როგორ აგდებს ჩვენ დრონს, მაგრამ მაშინ გახდა ცნობილი, რომ კოდები გაცემული იყო, ამიტომ რუსებს აპარატების აღმოჩენა არ უჭირდათ და შესაბამის კოორდინატზე უპრობლემოდ ჩამოაგდეს ჩვენი უპილოტო თვითმფრინავი. კი, მაგის ვიდეო კადრებიც იძებნება ინტერნეტ სივრცეში, ბევრი არის, როგორ აგდებს ქართულ დრონს რუსული გამანადგურებელი, კი. ეგ იყო. ახლა რაც შეეხება ბატონი გენერალ-მაიორის განცხადებას. ნუ მოკლედ ბატონმა გენერალ-მაიორმა განაცხადა, რომ რაღაც დრონები შეიძინეს და ეს დრონები თან გააკეთა სახელმწიფო ან თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების არა, ანტიდრონები შევიძინეთ, ხო, დრონისგან დამცველი შევიძინეთ. დრონებზე ჯერ საუბარი, რავი, საქართველოში ალბათ. ახლა საინტერესო არის დრონებთან ბრძოლა როგორ მიმდინარეობს. დრონებთან ბრძოლას გააჩნია სხვადასხვა მეთოდები. დრონებთან საბრძოლველად გამოიყენება როგორც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც თვითმფრინავის მიმართებაში შეიძლება იქნას, მაგრამ ეს არის ძალიან ძვირადღირებული. შეიძლება ერთი რაკეტა 500.000 ღირდეს და $400 დრონზე იძულებული იყო ეს როლო, რომ იმიტომ ისეთ ზარალზე მიდიოდეს, იღირდეს. იგივე ბეჭზე გადასატანის არაკეტო კომპლექსები. ეს არის ბუზრო ზარბაზანი ესროლო. დაახლოებით აი ესეთი არარაციონალური გამოყენება ამ ყველაფრის. ამიტომ თავისთავად დრონების საწინააღმდეგოდ არაერთი სისტემა იქმნება ახლაც, არსებობს, არის ლაზერული იარაღი, სხვა შორის დრონების საწინააღმდეგოდ, არსებობს თვითონ დრონის საწინააღმდეგო დრონებიც, ანტიდრონებიც, რომლებიც მოწინააღმდეგის დრონებს ეძებენ და ანადგურებენ. არსებობს ყველაზე ერთ-ერთი ეფექტური არის რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურა, რომელიც აპარატურაც ახდენს დრონების დისტანციური კავშირის გადაჭერას და დრონი ან ჯდება უსაფრთხოდ, ან ბრუნდება, საიდანაც იქნა გამოგზავნილი. რუსები ამ მიმართულებით იყენებენ კრასუხა, ქვია ესეთი აერსაწინააღმდეგო სისტემა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ვერ არის მაინც ისეთი ეფექტური და კარგად ჩანს, აგერ თუ როგორი ეფექტურობაც არის, აი რუსეთში რაც ხდება, ყველა ხედავს. რუსეთს აქვს ერთ-ერთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად განვითარებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ვერ ხდება ამ დრონების გადაჭერა და აბა ეს ბოლო დღეები ნახულობთ, ხედავთ ელმიგდე, რომ ძალიან კარგად დაუმუღამეს წყალებში, ბოდიში სლენგისთვის ამ უკრაინული დრონების იმას, იმიტომ რომ იმ დღესაც იყო საუბარი 500 დრონიდან მიაღწია დაახლოებით 39 დრონმა მილინამდე, ხო? გასაგებია, მაგრამ 39-მა. ეფექტურობა აწია, ასე ვთქვათ, რუსეთმა. მე იმას კი არ ვიცახი, რომ სულ ყოფილი რაღაც შექმნა, მაგრამ ნელა-ნელა ეგ ტექნოლოგიების იხვეწა. რა თქმა უნდა აწია და რა თქმა უნდა მოქმედებს. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს ყოველდღიერი, ყოველწამიერი, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს საერთოდ. ჩინეთი არის ერთ-ერთი დედა აი ამ დრონების წარმოებაში და რა თქმა უნდა ეს მიმდინარეობს, მაგრამ
100%-იანი ეფექტურობა აქ როგორი ეფექტურობაც მაგალითად არის ავიაციის შემთხვევაში მოწინააღმდეგის თვითმფრინავის გადაჭერის, ვერტმფრენის გადაჭერის მსგავს რაღაცებში დრონების თავისი მასიური წარმოებიდან გამომდინარე მცირე სხეული არის და ძალიან რთული არის. პლუს მაგას ხელნაკეთი დრონი უფრო რთული. რთული არის და შეიძლება იოლად იქნას აი თუნდაც იგივე ობობას პაუტინა რო იყო ოპერაცია, მანქანებში იყოს შეფუთული, დრონებზე იყოს შესაბამისი კოორდინატები დაპროგრამებული წინასწარ და როდესაც მოვა მოქმედებაში დრონი ოპერატორის გარეშე მივიდეს და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი არის, შეყვანილი არის კოორდინატი, გააჩნია GPS სიგნალი, დრონი მოდის მოქმედებაში და მართვის გარეშე მითითებულ კოორდინატზე ეცემა. ანუ ძალიან რთული სპეციფიკა მე იმის თქმა მინდა რომ დრონებმა ძალიან რთული სპეციფიკა შექმნეს. დრონები ასევე არის სამაშველო დრონებიც, რომლებსაც მიაქვს პირველად სამეცნიერო დახმარება კაცობრიობა შედის ურთულეს პერიოდში, სადაც ტექნოლოგიები ახდენენ ძალიან ბევრი რაღაცის გადაწყვეტას რა. პირველ რიგში ეს აი შენ ახსენე სამწუხაროდ ესია. ომი ეს არის პროგრესის მატორი. ძრავა ყოველთვის ეს. მეორე მსოფლიო ომმა და ბირთვული იარაღის გამოგონებამ და გამოყენებამ თუნდაც ატომურ ენერგიამ ბევრი სიკეთეც მოიტანა და დღეს კიდე გვეშინია როდის დააჭერს ღილაკს, ხო? ნუ აქ ესაა რომ მედალს ორი მხარე აქვს, ნებისმიერი რამე შეიძლება წარმატებით გამოიყენო და წარუმატებლად. ეხლა რაც შეეხება ჩვენ სიტუაციას. ჩვენ სიტუაციაში ჯერ ერთი ნუ იმდენად პრიმიტიული განცხადება არის და იმდენად სულელური განცხადება არის საერთოდ საქმის უცოდინარის არაპროფესიონალი ადამიანის, რომ ნუ არ შეიძლება ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არ ვიცი 5 დრონი იქნება, 10 დრონი იქნება, 100 დრონი იქნება. ნუ ახლა აფხაზების მხრიდან იმათაც ჩვენი პოლიტიკოსების არ იყოს უყვართ ტრაბახი და ეგ ორი იდენტური ძმა არის ქართველი და აფხაზი, რომელიც ერთმანეთის სუსტი წერტილები იცის ძალიან კარგად და ერთი და იგივე მეთოდით მოქმედებს ერთმანეთის წინააღმდეგ. ნუ 1000 დრონიო. ნუ არ ვიცი ახლა თუ მაგათ ჩინური დრონები გააჩნიათ, რომლებსაც მიამაგრებენ რა ვიცი, RPG-7-ის ჭურვებს და ნუ გამოვა რამდენი დაждდება 400 დრონი, 1000 ცალი, აჰა, მიუწერე 3.0 და 400,000 დოლარში შეუძლიათ ეს ყველაფერი გააკეთონ, კი ბატონო, მესმის, მაგრამ რასაც ქვია საბრძოლო დრონები, რასაც შაჰედი ქვია და ესე შემდეგ, ნუ ახლა 1000 დრონის გამშვები ირანი ვერაა ერთ დღეში სისულელია ეს ყველაფერი, მაგრამ კაი, თქვა, ჩვენთვის საფრთხის შემცვლელი შეიძლება აღმოჩნდეს და რა თქმა უნდა აღმოჩნდება თუნდაც ის FPV დრონები, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული თუნდაც სამოქალაქო დრონები, რომლებიც იქნება გარდაქმნილი ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ეს იმდენად ზედაპირული და იმდენად სულელური განცხადება არის, ჯერ ერთი დრონები რისთვის სამხედრო დანიშნულებისთვის თუ არის რამე ნაყიდი, იმაზე ღიად საუბარი სასაცილო. მერე და მეორე ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია, ზოგადად არ გააჩნია სტაციონარული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და კარგად ვიცით ჩვენ რომ საქართველოს არ ფლობს რასაც ქვია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, იმას როგორ შეუძლია დრონებს ებრძოლოს, რა მეთოდით უნდა ებრძოლოს, როგორ უნდა ებრძოლოს, ამას სისულელი ამაზე ლაპარაკი. ანტიდრონული ესენი მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ახლა მამუკა მდინარაძე არის ზუსტად იმ პოლიტიკური ნაგავის პროდუქტი, ბატონი გენერალ-მაიორი, რომლის თავშიც მხოლოდ და მხოლოდ მიტინგები ტრიალებს. ამიტომ მათ შეიძლება წარმატებით გადაიჭირონ ნაცების დრონი, შეიძლება ვინმე არასასურველი სამოქალაქო აქტივისტის დრონი, 5-6 დრონი გადაიჭირონ აქციაზე და არ მისცემ საშუალება რომ მათ გადაიღონ აქცია. აი მეც ეგ ვიფიქრე, რომ ეს უფრო ანტი-NGO დრონი არის ვიდრე ხო. სხვათა შორის ერთი პერიოდი დასცინოდნენ იმას, რა ქვია, რუსებს დასცინოდნენ, რომ როდესაც ნავალნის ამბები მიდიოდა, იქ პოლიცია მაშინ ანტიდრონული იარაღით გადაიჭირა დრონი დასვა და ნუ ჩვეულებრივ რადიოელექტრონული ბრძოლის როგორც ავტომატივით ისეთი ეს არის უბრალოდ გამოსხივებას აკეთებს, სიხშირეებს გადაიჭერს და დასვამს. თუ კი ჩვენ ამაზე გვაქვს საუბარი, ნუ ეს გასაგები არის რა. კი ბატონო, გასაგები არის, თუმცა რაშია იცი კიდე მთელი ერთი პრობლემა, აქ არ უკვირდებიან ერთ რაღაცას. დრონები არსებობს ბოჭკოვანი კაბელიზე დამოკიდებული დრონები, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არანაირი რადიოელექტრონული ბრძოლის იარაღი. ეს ბოლო ხანები რასაც იყენებენ
ომის წინა ხაზზე, იმიტომ რომ გადაჭერა არ მოხდეს რადიოლოკაციური სიხშირეების, კი. კი ბატონო. ამიტომ მე არ ვიცი, მე ვერ ხვდები ვიღაცა მაგალითად სადღაც მთაწმინდაზე რომ სადღაც ხის ძირში დაჯდეს და შეუძლია ბოჭკოვანი კაბელი კონდეს და ამ ბოჭკოვანი კაბელით დრონი გაუშვას და შეიძლება მთავრობის შენობას დაარტყას. სიტყვაზე ვამბობ, ხო, აღჭურვილი ტროტილით. როგორ მოახდენს ამ ყველაფრის გადაჭერას ბატონი გენერალ-მაიორის დრონი, ანტიდრონი, მე ამას ვერ გეტყვით. იმიტომ რომ ერმილე, შენ ეგეთ საფრთხეს ხედავ, ეგეთი ძალები არსებობს საქართველოში, რომ ეგეთ დონეზე ხო, აი 4 ოქტომბრის ასე ვთქვათ, აჯანყებაც ხო, ნახეთ რითი დამთავრდა, ხო? დამთავრდა იმით, რომ მამაკაცულმა ძალამ ვერ შეაღწია პრეზიდენტის სასახლეში, ხო? და საბოლოო ჯამში რაც მივიღეთ, ის მივიღეთ, მაგრამ ეს ერთი ანუ უარესი სიგნალი აქვთ მიღებული, რომ სიტყვაზე ან პროტესტი იქნება ისეთი, რომ სადაც უკვე მიხვდა ეს გარედან დაფინანსებული ძალა იმას, რომ მარტო ფეერვერკს აღარ აქვს. დიდი ხანია და მოძიება. დიდი ხანია ამას მიხვდა. დიდი ხანია ამას მიხვდა. დასავლეთი ამაზე წავა, ვითომ? მოდი ახლა ჩვენ ლაპარაკობთ დასავლეთზე, ვითომ ესა რა ქვია, ეს არის რაღაცა ანგელოზი, რომელსაც შარავანდედი აქვს და ხდებია. ყველაფერადი რევოლუციები და აბსოლუტურად ყველა გადატრიალებები დასავლეთის სპეცსამსახურების ლაბორატორიის. ანუ მე მგონი ჩვენ მივდივართ იმ ხაზისკენ, რომ ოცნება ემზადება უფრო უარესი აქციებისთვის, ასე ვთქვათ, რისთვისაც მოამზადა სამთავრობო შენობების თავზე რადარები, რომლებიც გამოიჭერენ მათ თავზე თუ ამოქმედება რაიმე სახის დრონის აქტივობა. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამათი საერთოდ ფსიქოლოგია და ფილოსოფია მეც ვერაფერს ვერ ცდება, მათთვის სამშობლო ეს არის პარტია, ამიტომ პარტია უნდა იყოს და ხელისუფლება უზრუნველყოფილი და მათ მოახდინონ სამოქალაქო პროტესტის განეიტრალება და ამ ყველაფრის ეს მე რაც შეეხება იმას ვხედავ თუ არა პრობლემას იმისა რომ საქართველოს ტერორიზმის პრობლემა ემუქრებოდეს სიმართლე გითხრა ჩვენ ძალიან დალუცველი ქვეყანა გვაქვს და იმიტომ რომ ერი ვართ ესეთი და ესეთი ისტორია გაგვაჩნია რომ ჩვენს მიმართ ტერორიზმის საფრთხე ნამდვილად არ არსებობს და მიუხედავად ყველაფრისა რამდენი პროვოცირება მოხდა ამ ყველაფრის იგივე ავღანეთში, იგივე ერაყში, ჩვენი ჯარების გაგზავნით და რაღაცა, მიუხედავად ამისა, მაინც არ დარჩენილა ქართველების მიმართ ტერორიზმის საფრთხე. მაგრამ თუ კი იქნება დივერსიები ჩაფიქრებული ქოცების, ხელისუფლების მიმართ. ან და თქვათ და რაღაც კონკრეტული, ნებავთ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყოს, ნებავთ ეს რა ვიცი, დივერსია იყოს ასეთ პერიოდში. არ ვიცი ხა, როდესაც ბატონი გენერალ-მაიორის ნაირი მსგავსი კადრი გეყოლება ხელისუფლებაში, რომელიც დილას მაიორია და საღამოს უკვე პოლკოვნიკი, რა თქმა უნდა, ახლა საფრთხე ყოველთვის არსებობს და იარსებობს. არა და ეს ყველაფერი თელ მსოფლიოში არის უკვე ძალიან დახვეწილი. ეს ტიპის და ერმილე ჯამში ჩვენ ეს ყველაფერი ხა შენი შინაარსი, შენი ნათქვამი საუბრიდან გამომდინარე, მინდა დასკვნა გამოვიტანო, რომ ეს საქართველოს როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას არაფერს არც ძენს და არც არაფრისგან არ იცავს, ხო? მოდი ახლა ჩვენ თუ უსაფრთხოების საკითხს ავიღებთ, უსაფრთხოების საკითხში რაღაც შეტანილი წვლილი არის, თუნდაც ის რომ თავი დაიცვას რეჟიმმა, რომ არ დაემხოს და არ მოხდეს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობა და ამ უსაფრთხოების მხრივ ამას კი ბატონო უზრუნველყოს, მაგრამ რასაც ქვია, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, გარე საფრთხეებიდან ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა, ეს არის უბრალოდ სასაცილო. სასაცილოა, ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძღებს. ხო, ადგილობრივი რაღაცა მცირე მასშტაბიანი ანარქიებისგან თავდაცვის რაღაცა ლევან, ჩვენ ახლა მოდი რა, უნდა გვავიწყდება რა, ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელი პრობლემაც გააჩნია განვითარებულ დასავლეთს. არავინ არ იცის ვისი დრონები როდის რანაირად დაფრინავს ყველაზე მკაცრად დაცულ ლიტვა, ლატვია, ესტონეთის საჰაერო სივრცეში. არავინ იცის. ზოგი ეძახის რუსულია, ზოგი ეძახის უკრაინულია. დრონების საფრთხე ყოველთვის. ხო და მე ერთმანეთზე თითის გაშვება მიდის.
რუმინეთში საიდან განხორციელდა თავდასხმა? შავი ზღვა ყოველ ორ კვირაში ერთხელ რაღაც დრონს გამორიყავს, რომელიც ჩვენ რა საჰაერო დრონებზე რატო გვაქვს საუბარი? არსებობს საზღვაო დრონები. აი ამ საფრთხეს ევროკავშირი ცდილობდა რომ არ ვიცი სიმართლე გითხრა ბოლო პერიოდის ინფორმაცია არ წამიკითხია, მაგრამ შეექმნა ესე რომ ვთქვათ რკინის ღობე ანტიდრონულ სისტემასთან დაკავშირებით ევროკავშირის და რუსეთის მიმართებაში. ჯერჯერობით ეს ოცნების დონე არის. და ეხლა გამოდის მამუკა მდინარაძე და გვეუბნება 5 დრონი ვიყიდეო და ამით უკვე უზრუნველყოფილია საქართველო. ხوار უნდა მოიტყუა და მე. აი, შიგ ევროპიდან შემიძლია გითხრათ, რომ აქაც არსებობს ზონები, მათ შორის აი ტურისტულ ზონებში სუფთა ბიზნესურად, აი აკროპოლისი არ უნდა გადაიღო დრონით, იმიტომ რომ ეგ ფასიანი არის. აი ეს 5 კილომეტრიანი რადიუსი, რაც თქვა ბატონმა გენერალ მაიორმა, საკმარისია, მე ავფრინდე ცოტა შორიდან. მე შევდივარ იმ ზონაში და აკროპოლისი მაქვს გადაღებული დეტალებში. ანუ ეგ ანტიდრონი, რასაც თუ მაგას გულისხმობენ, ეგენი მუშაობს, როცა დრონი იმყოფება იმ ზონაში აფრენისას, სადაც ეგ რადარი მუშაობს, მაგრამ საკმარისია აფრინდე აი იმ რადიუსის გარეთ და მე შეხვიდე იმ ზონაში, სადაც უკვე დაცული არის. უბრალოდ გაფრთხილება მოგდის, რომ ამ ზონაში ფრენა არის აკრძალული, მაგრამ შენ ხელს არავინ არ გიშლის იმაში, რომ შენ იმის თავზე იფრი. სხვა არის ჩვენ ჯერ კიდევ ხო და არა, მე ის მინდა ახსნა სპეციფიკა მინდა ახსნა აი შიგ ევროპაში რა ხდება. აქაც არის ზონები, იგივე სინდაგმის მოედანი ავიღოთ, ომონია არის აქ ცენტრი, სადაც 30 მეტრზე ზემოთ აფრენის უფლება არ აქვს, რომ საფრთხე არ შექმნა, მაგრამ საკმარისი არის გავცილდე ამ მოედანს, სხვა მხრიდან ავაფრინო დრონი, ან თუნდაც შენობაზე ავიდე და იქიდან ავიღებ მე იმ 30 მეტრს უკვე როგორ აიცი, ეგრე არ მუშაობს, რომ საიდანაც არ უნდა შემოფრინდეს დრონი. ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნები, მე უბრალოდ აეროგადაღებითა ვარ და დაკავებული ოპერატორი ვარ და მიყვარს ზედაკადრები და ვცდილობ ხოლმე როგორ აუვარო თავი აი ამ შეზღუდვებს. საკმარისია ოდნავ მოცილდე იმ რადიუსს ან მეთვალყურეს, პირდაპირ პოლიციას არ შეეჩეხო, რაღაცა არ გააკეთო და შეგიძლია წყნარად ჩვენთვის რაღაცა კუთხეში დაჯდე, ააფრინო და ძალიან შორიდან წამოხვიდე. ძალიან შორიდან ზუსტად აი ეგ დისტანცია არის, იმიტომ ხა DJI-ის დრონი დაახლოებით 4-დან 8 კილომეტრამდე მუშაობს და პრობლემა მე ხა რა ვიცი, ჩემ YouTube არხს თუ ვინმე უყურებს, ნახავს რომ ყველა, რა ვიცი, პორტი მაქვს გადაღებული, პირეოსის, აკროპოლი მაქვს გადაღებული, აკროპოლისი მაქვს გადაღებული, ყველაფერი მაქვს გადაღებული, მიუხედავად იმისა, რომ ეგ ანტიდრონი აყენია. როცა იქ აფრენა ზოგადად არ შეიძლება. ნუ მოდი, ეხა ეს სამოქალაქო ამბავში, მაგრამ შენ ახლა საბერძნეთში ცხოვრობ და არა, მე რას ვიძახი, მე როგორც სამოქალაქო დრონის გამომყენებელი ვიპოვე გამოსავალი, წარმოიდგინე ვინმეს რომ რამის დაშავება მოუნდეს, რამდენად მარტივად გაარღვევს მაგ ყველაფერს. მაგას ვამბობ მე ზუსტად რომ აი შენ ახლა საბერძნეთში ცხოვრობ და კარგად გეცოდინება ირან-ამერიკის ომის დროს რა მოხდა კვიპროსზე. ირანიდან გამოშვებულმა დრონმა გამოიარა უზარმაზარი მანძილი, გვერდი აუარა ისრაელის განთქმულ რკინის გუმბათს, გვერდი აუარა ნატოს საჰაერო ფარს, რომელიც თურქეთის ჯაჭვით არის დაცული, გვერდი აუარა ფრანგულ და ბრიტანულ ხომალდებს, რომლებიც ასევე საჰაერო თავდაცვას ახორციელებდნენ ისრაელის ცის და შევიდა ბრიტანულ ბაზაზე, რომელიც ასევე დაცული არის საჰაერო სისტემიდან და მოხდა იქ მისი ჩამოვარდნა, დაეცა შესაბამის მემართულებას. ეს როდესაც ინგლისელების წინააღმდეგ გამოიყენეს ირანელებმა დრონი. როდესაც დრონს შეუძლია მსოფლიოში ესეთი განთქმული საჰაერო სისტემების გვერდის ავლა და ზიანის მიყენება. ახლა იქ მამუკა დინარაძის შეძენილ დრონზე, ზედმეტია საუბარი ახლა. დრონზე შეგვიძლია გაუთავებლად ვისაუბროთ, მათ შორის საქართველოში მისი წარმოება ჩვეულებრივად შესაძლებელი იყო. ჩვეულებრივად შენს თუნდაც, კი ბატონო, ჩვეულებრივად უნდა ესწავლებოდეს დრონების მართვა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში თვითონ. მე თუ გითხავთ, აი ყველაზე მარტივი დიდი ძალა გვეყოლებოდა რა?
აი ეს შევიტანოთ სკოლებში, თუმცა ეს შრომის გაკვეთილები იყო ხოლმე ჩვენ დროს, ხო გახსოვს რა და ვასწავლოთ პილოტირება, იმიტომ რომ ეს დიდი არაფერია, მით უმეტეს ბავშვებისთვის იქნებოდა რაღაც გართობის სფერო, მაგრამ გვეყოლებოდა დაახლოებით ხა რეზერვისტი რახან არ ყავს ბევრი პილოტები მაინც გვეყოლება, ხო? დრონის პილოტები ასე ვთქვათ, რა. მოდი ლევან მაგაზე, როდესაც გვექნება ბლოგი უშუალოდ თავდაცვასთან მიმართებაში. აი მანდ ვისაუბროთ ვისაუბროთ ძირფესვიანად, იმიტომ რომ სხვაზე ვეღარ 50 წუთია ვსაუბრობ და დრონის თემას. კარგი, მართლა ძალიან რო ისე